ასე გადავწყვეტეთ მოკლედ რა, ჟიური თუ გვეკითხებით რა იმეს და თუ არა და შეგიძლიათ როგორ? კონკურსი მე არ ჩამიშლია ბატონო, არანაირად არ ჩამიშლია კონკურსი. უბრალოდ ჟიურის მთლიანი გადაწყვეტილება არის ყველასი. მე მადლობაც გადავუხადა ხელმძღვანელს, ბევრი უშრომი აქვს შობლებსაც. ეთქობა რომ ძალიან ბევრი ნაშრომი არის, ძალიან ლამაზები არიან ბავშვები, მაგრამ ქუთაისის სახე ცოტა გადამეტებული არის. ხა ქუთაისის სახებიც მე ლამარა ვაშაკიძე, გულოყიფიანი, დოდოშელია და ქუთაისის სახეები არიან ესენი და ჯერ არ გააკეთეს ამათმა. მაია ჩიბურდანიძე კიდე ქუთაისის სახე და Lina, იმას რაიც ეხლა მინდა მირეკა, უბრალოდ არა მაქვს ტელეფონზე ლაპარაკის უფლება, მე რაც ჩემი აზრით დავაფიქსირე იქ და მაგრამ უბრალოდ ეხლა მინდა გითხრათ რომ ჩემთან ვით არ ეკავდა და დაურეკავ ეს კონკურსზე ესაუბრება. გასაგებია, მაგრამ ხა მაშინ მოისმინეთ ალბათ ჩემი სიტყვებიც, ხო, როგორაც უთხარი და აბსოლუტურად მე ამას არანაირად არ შევწყვეტ. არა მარტო მე, ჟიური მთლიანად მე არ გავიგებ ერთდროულად და მართლა რომ ამდენი უწვალია, ამდენი უშრომია და რაზე ლაპარაკი ანგელოზივით ბავშვები ყავდა. როკი პოგონო არ შეიძლება როგორ საფრთხე. რასო? მასწავლებელმა ყველა მზადები ჩვენ არ ავისო რა? ქვევით არის. წამვინა ორგანიზ. გადაიგე რა. ნაის კადები. აი ეს ის გადაიგე. ანუ ჩემს შეხარი გადავაბათ. აუ პეკებინა. Cristina Davidze. მაგარი გადამედი. Cristina Davidze გადაგია. ხან დაიმახსოვრე Cristina Davidze. მის ოფელი, მის მაღლაკი, შემდეგ მის წყალდობო და შემდეგ მის დასავლეთ საქართველოს ფერი 2012. წარმატებებს გისურვებთ. ქართული ოცნების მაიკები რატომ გაციათ? ესეთი გამოსვლა გქონდა ვაკეთებთ დროშას, რომელზეც როგორც ეს ქართული ოცნების მაიკები. Გარეთ კასტინგი. სიარული შეგვიმოწმა ეს კისრის მოძრაობა და ამის შემდეგ მიგვიღეს ჩვეულებრივად. გამიგიღეთ მონაწილეობა ეს გავს ღონისძიებაში? არა. რა კრიტერიუმებით აარჩიეთ მონაწილეები? მე უშუალოდ მონაწილეების არჩევაში არ მიმიღია მონაწილეობა, ეს თვითონ ორგანიზატორების დამსახურება. მე უბრალოდ ჟიურის წევრი ვარ და შევაფასებ, როგორი ახალგაზრდები გამოვიდა დღეს სცენაზე. და არა, ყავთ მონაწილეები ნანახი? არა. ორგანიზატორი. არ არის. გამარჯობა, შეიძლება რომ ჩაგწერო? ჯერ ტელევიზია. ტელევიზია. რომელი ტელევიზია? ტელეკომპანია ქუთაისი. ტელეკომპანია ქუთაისი კიდენაც ერთით. გამოვედეთ. ეცავს გამოვედეთ მე. ეცავს ბოდიშკი რა. აქ მიკეთია. ანენა ფირანაშვილი. ორგანიზაცია რომელია? სამოდი შეპესე შეზღუდული პასუხისმგებლობის სააგენტო Life Georgia. სამოდელოს სააგენტო Life Georgia. გისმენთ? ქართული ოცნების მაიკებში რატო არის კონკურსანტები დღეს რომელსაც უყვათ ხედავთ ამ სცენაზე დამოწმებული? ალბათ ჩემი სრული სამებრო უბრალოდ, იმიტომ ძალიან მიყვარს ეს პარტია და ძალიან დიდ პატივს მის ლიდერს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მით უმეტეს ბატონ გიორგი მარგველაშვილს და მთელი გულით ულოცავ გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში. არანაირი 90-60-90 პარამეტრებს არ ენიჭება უპირატესობა. ალბათ გამიგებთ. ჩვენი ინდივიდუალურობა და ისა რა ქვია თავისთავადობა გამოარჩიეს, იმიტომ რომ აზე რო არ ვიყოთ და ვინმეს ხარი არ დავიჭიროთ, ვინმე ზეგავლენა არ მოახდინოს ჩვენზე და შეიძლება კარგიც კი არ ვიცით არაფერი.
სამშობლო, სადაც შენნაირი ხალხი ცხოვრობს, რომელიც შემოუზრუნოთ გიყვარს და შენ კარგად იცი, რომ მხოლოდ მათთან ერთად იქნება ბედნიერი. აი ეს მიზეზია და წასვლის წინას განიცადეთ ზუსტად 3 ღამის განმავლობაში. ჩვენ ვართ საქართველო. ოჯახ ხარზე ხელი დაჰკრასაც რომ ეთმა ამ ბავშვმა ვარი დიდი ეკნებაო მოგესალმებით აქშამის საზოგადოებას. დიდ მადლობას მოგახსენებთ თავად საღამოზე მომწანებისთვის და კაფეს.
ახლამდე რა ენაბები გაიარეთ ამისად? ჩვენ მოდელები ვართ ჩამოყალიბებული და უბრალოდ კონკურსის გასალამაზებლად ვართ ჩვენაზე. ძალიან კარგი სახელია. მივაღებინებდი 7 წლის გოგონა მყავს მსგავს კონკურსში მონაწილეობას, იმიტომ რომ ბავშვის ფსიქოლოგიაზე ეს ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. მე მგონია რომ უფრო აქციაზე ვარ. და ბავშვებს ძალიან ჩაგრავეთ ასე მგონია. ბავშვური ფსიქიკა უზიადება გავდორდება. შემასება გამიჭირდება ამ კონკურსის თუ პოლიტიკური შოუს მე ვერ მივხვდი აქ რა ხდება. ეს არის მის ქუთაისი 2013-ის გამოვლენა თუ პოლიტიკური განცხადებების ტრიბუნა. ნომერი 2 ნინო სიჩინავა. ნომერი 2 ნინო სიჩინავა. დიანა დოშვილი. ნომერი 22 ზიზი კუჩხანიძე. ნომერი 6 ნოებულიძე. ნომერი 7 დიანა უშტელიკოვა. ნომერი 4 მაიში კოკოპალიანი. ნომერი 5 ჯილი შუბიძე. და ნომერი 21 ანია ხრედიანი. ნომერი 6 ნინო ებულიძე. ნომერი 7 ნომერი 8 თიკო მუშკუდიანი. ნომერი 8 თიკო მუშკუდიანი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მანანას იმისათვის რომ ძალიან ბევრი უშრომი აქვს და გამოჩნდა თითოეულ თქვენთაგანზე რომ საოცრად აი ნაშრომები ხართ ბავშვები, მშობლები ძალიან ბევრი ურბენი აქვს ყველას, მაგრამ მოდით ამაზე შევთანხმდეთ დღეს. ჩვენ ვირჩევთ ნომინაციას ქუთაისის მის ტალანტი და ვირჩევთ ქუთაისის სილამაზეს. აი უკაცრავად სილამაზის კონკურსი რადგან არის მის ქუთაის. შევთანხმდით? ქუთაისის სახეები იქნებით, როცა ძალიან დიდები იქნებით და ძალიან კარგად დაამახსოვრებთ ქალაქ სახეს. კარგი, ქალბატონო მარიკა, მაგრამ ეს მხოლოდ არის ტიტული ბავშვების და მეტი არ არის. ჩვენ ყველანი ტიტული არის უცხოან ასეთის გოგონა. არ არის ეს ტიტული. მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ პირიქით იმისათვის, რომ რაღაც კორექტივა შემოვიტანეთ, მაგრამ ერთსულოვანი ვარ ჯიური ამ გადაწყვეტილებაში, რომ ჩვენ ქუთაისის სახეს არ ვირჩევთ დღეს. დღეს ჩვენ ვირჩევთ მის ქუთაისს. კი ბატონო, მის ქუთაისს დიდი მადლობა. ძალიან მამაღალი ნაცნობების ბავშვებო. იყოს ეს ძალიან საყურადღებო ეს ჩემი სიტყვები, იმიტომ რომ თქვენ ბევრი უნდა ისწავლოთ. რაც ღმერთმა მოგცათ ეს სილამაზე, ზოგს აძლევს, ზოგს არ აძლევს, მაგრამ თქვენ უნდა გამოიჩინოთ თავი თქვენი სწავლით და თქვენი შრომით და თქვენი კარგი თანხმობა, რაც თქვენზეა დამოკიდებული. ვიცი ის რომ ხარდამჭერები მერიდან ყავდა ამ დღევანდელ პროექტს, მაგრამ რა იყო მე არ ვიცი, ნამდვილად. და ეხლა ყველაფერს ისე ნუ შევხედავთ.
ამდენი ხალხი სცენაზე დგას შრომობენ და რა ვიცი, მე არა ვარ ისეთი კრიტიკული ამ მომენტში. არა მომწონს, ამასაც ვერ ვიტყვი ხა. მე ჩემი მოსაზრებები მაქვს და გავაცნობ მე ჟიურის წარმომადგენლებს, ხუებსაც და ხალხიც ამას გაიგებს და დაინახავს.